სიახლე არ არის, რომ ესენი ერთ თარგზე აწყობილი არიან შიგნითაც და ასევე გარეთაც და ანუ რაღაც ინიციატივებით არ გამოდიან, ერთ ნარატივზე ზიან და ჭიკჭიკებენ რეალურად აი ამ საზიზღრობას, რასაც ახლა თეატროლოგიანი ჭიკჭიკებს ეს ბოლო დღეებია და მთელი ამ ეგრეთ წოდებული კომისიის, ასე ვთქვათ, მუშაობის სამუშაოს ფარგლებში ის რაც მან ეხლა გუშინ განაცხადა და რითიც ასე ვთქვათ დაგვასტიმულირა კიდევ ერთხელ რომ კარგად აღვიქვა და კარგად წარმოვიდგინოთ ის მახინჯის სახე რომელიც აი ამ რეჟიმს გააჩნია მისი თამადობით, ხო? ანუ აი ამისთვის რაღაცნაირად მადლობა მინდა მოუხადო, არ უნებდებით, არ გვადუნებს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება და სხვათა შორის მათი მომხრეები ძალიან კარგად ხედავენ რამ ხელა სიმახინჯესთან გვაქვს აქ საქმე ჩვენ, რომ ეს არ შეედრება არანაირ არაფერს, რაც კი აქამდე ყოფილა საქართველოს თანამედროვე ბოლო ისტორიაში. და რეალურად ეს არის ის რაც მათ განაცხადეს თავის ბოდიში ან ყველაფრიანად არის ყველა იმ ჯარისკაცის სულში ჩაფურთხება, რომელიც ჯარისკაციც რეალურად თუ ვინმე არის სამხედრო და ჯარისკაცი ის ოცნებობს გმირულად დაღუპვაზე. აი ამას ემსახურება რომ ისეთი ცხოვრება გაიაროს, რომ გმირულად დაეცეს. ეს არის პიკი სამხედრო, ასე ვთქვათ, იდეის, ხო? და შესაბამისად აი ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხა. მან და ეს ყველა სამხედრო, ვინც რეალურად შინაგანად მოწოდებით სამხედრო არის, ეს ძალიან კარგად იცის. ასევე იციან ძალიან კარგად ეს იმ პოლიციელებმაც, რომლებიც ახლა ისე თუ ასე სამართალ ასე ვთქვათ, სამართლიანობას უნდა ემსახურებოდნენ, მაგრამ ახლა არიან ქცეული, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა მანკიერი, ამ რაღაცა უბადრუკი რეჟიმის ბინძურ ინსტრუმენტად და დარწმუნებული ვარ ძალიან საზღარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რა. ასე რომ აი ეს ყველა აი ამ ადამიანის სულში ჩაფურთხება არის და მადლობა თეატროლოგიას, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან მალე გონს მოეგებიან სულ ყველა და საპროტესტო მხარეს გადმოვლენ და ერთად ჩამოშლით აი ამ რეჟიმს.